გარესჩას ლეგენდარული უდაბნოდან მოგესალმებით მეგობრებო. ძალა და ღირსება. ნახეთ რა არაჩვეულებრივი. უბრალოდ მინდა რომ შემოდგომის ეს ფერები რაღაცნაირად გაგიზიაროთ. გარესჩული ეს არის თრიმლი. გარესჩული თრიმლი არის 1-3. კარგად გაჩვენებთ. ნახეთ რა საოცარი ფერებია რაღაც უცნაური. და სხვათა შორის იასამანი აყვავდა. აყვავდა და საოცარია რომ კვირტი გამოიღო, არ ვიცი რა მოხდება ახლა. აი ნახეთ კვირტები აქვს. რა ბედი ეწევა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყვავის. ძალიან დიდი ხანია არ მოგსალმები ვართ გარესჩას უდაბნოდან და აი გადავწყვიტე რომ მოგსალმებოდით. ხანდახან მანქანები აღვევენ ჩემს ყუდრუებას, მაგრამ არა უშავს. სხვებსაც ხო უნდათ მოვიდნენ და ნახონ, აი ხან ძალიან ეგოისტური განცდები მაქვს ხოლმე, რომ აი მარტო ჩემია რა. და ვიღაცა რომ მოდის და ნახულობს ხანდახან აი როგორც ბავშვები რო ეჭვიანობენ ხოლმე მშობლებზე ეგრევა. ახეთ რა საოცარი ფერებია, საოცრება. შემოდგომა გარესჩაში არის ძალიან ლამაზი. ახეთ რა მაგარი არის. გარესჩული თრიმლი არის საოცრები. ეს აკლემის რას ეძახიან, აკლემის ნაძვიო თუ რაღაც მსგავსი. ეს როგორია. გამოვედი სასეირნოდ. ძალიან დიდი ხანია მისეირნია და რაღაც საუკუნე გავიდა მე მგონი. მსგავსი ფორმატის ვიდეო არ ჩამიწერია. მხოლოდ მოტო გასეირნებებით შემოვიფარგლები ეს ბოლო პერიოდია. და იმედია ახლა რაღაც ესეთ ფორმატზეც ნელ-ნელა ისო დავბრუნდები. იმიტომ რომ მოტოციკლებით სეირნობისას ისეთი მომენტია რაღაც ადრენალინში ხარ, შენ ექშენში ხარ რო იტყვიან და ცოტა არ იყოს რაღაც განსჯის მომენტები ნაკლებად არის. აი გარესჩა გვაკლია მოკლედ.